თუ 30,000 გამომწერზე ავალ აგვისტოს ბოლომდე ამ მანქანას გავათამაშებ. დღეს ჩვენ ვიღებთ ავტომობილს, რომელსაც 1068 ხედის ძალა აქვს. თუმცა არის ჩინური და თან ელექტრო. მე დავით ნუცუბიძე ვარ, თქვენ უყურებთ Cardmax, სანამ დავიწყებთ, ჩემი არხი გამოიწერეთ, ახლა გიზავერთ. ეს არის BYD HANELI და სანამ მის ტექნიკურ მოხასიათებლებს შევხედავთ, მოდი ვიზუალს გადავავლოთ თვალს. წინა საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება, ეს მანქანა აწყობილია დრაკონის ინსპირაციით, ესე თქვა, დრაკონი უნდა მოგვაგონოს ამ მანქანის შეხვედრის დროს, თუმცა რამდენად დრაკონს ვაგონებს, ეგ თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა საკმაოდ დახვეწილი სოლიდური დიზაინი აქვს. წინ გამოყენებული არის ალუმინი და ძალიან კარგად არის ინტეგრირებული ფარები მასში, ძალიან მომწონს ეს დიზაინი, ანუ სადა, ესე თქვა, დახვეწილი დიზაინი აქვს, არაფრით გამორჩეული, არაფერი არ გვაწუხებს და ყვირის. გამოყენებულია ესეთი თაურა, რომელიც რა თქმა უნდა ფუნქციურია და ეხმარება იმაში, რომ ეს ავტომობილი გაგრილდეს, რადგან ძალიან ძლავრია და სჭირდება გაგრილება. მათ შორის ბამპერში გამოყენებული არის აი ეს ფარფლები, რომელიც ასევე ფუნქციონირია და ეხმარება ავტომობილს, რომ იყოს აეროდინამიური, რადგან ამ მანქანის მაქსიმალური სიჩქარე არის 305 კმ/სთ. ჩინელებისგან ეს რა თქმა უნდა გასაკვირია და არა მარტო ჩინელებისგან, რადგან როგორც იცით, არა მარტო ჩინეთში, ზოგადად გერმანიაში ზაგრძელული არის ამ ხელა სიჩქარის განვითარება ავტომობილისთვის, მაგალითად შეზღუდული არის ხოლმე როგორც წესი 250 კმ/სთ, თუმცა ამ მანქანაში 305 არის შესაძლებელი. გადმოვინახოთ უკვე გვერდზე, სადაც ალუმინის კანტი ისევ გაზდებს წინა კარს და კრილოს ესე თქვა ფას აერთიანებს. ეს კანტი ვაგონებს დრაკონზე, რომ აქვს ესეთი პატარა ფარფლები ვით რო აქვს დრაკონს. ხო იცი, ეს უცებ მაგას წააგავს. გამოყენებული არის 19-იანი დისკები, 245 სიგანის საბურავები, სხვადასხვა როგორც წინ ასევე უკან და გამიკვირდა, როცა ამ ხელა სიმძლავრეზე გავსი ზომის საბურავი ვნახეთ. დიზაინს რაც შეეხება, საკმაოდ სოლიდურად და კარგად გამოიყურება დიზაინში ჯდება, თუმცა ამ ხელა სიმძლავრეზე რო 245 საბურავი არის გამოყენებული როგორც წინ ასევე უკან, ცოტა არ იყოს და გასაკვირია, გამიკვირდა, თუმცა მე მივხვდი თუ რაში იყო საქმე. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც განიერ საბურავს ვაყენებთ ავტომობილზე, აი მაგალითად რო ვიყენოს აქ 305 ან 295, საკმაოდ უხეშია გადაადგილების დროს ქალაქში დაბალ სიჩქარეზე. იგზნობა, როდესაც უსწორმასწორი ზედაპირზე ვართ და გზნობთ მანქანას, ესე თქვა, როგორ აუხეშებთ. ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად არის და ჩინელებს აქცენტი გაკეთებული ჰქონდათ მის კომფორტზე. შესაბამისად, ვიწრო საბურავი უზრუნველყოფს კომფორტს. ასევე ეკონომიურობასაც. ეს მანქანა ელექტროა და ნამდვილად დაეხმარება მას, რომ ეკონომიურად გადაადგილდეს შედარებით ვიწრო საბურავით. თუმცა 245 არც ისეთი ვიწროა და თუ კარგ საბურავს გამოვიყენებთ, როგორც აქ არის გუდი არის მაგალითად F1 გამოყენებული, საკმაოდ კარგი მოჭიდება აქვს როგორც აჩქარებაში, ასევე მანევრირების დროს. გვერდიდან ხედავთ, რომ არ არის ეს მანქანა საერთოდ პატარა, ანუ დიდი ზომის არის, სრული ზომის ავტომობილია. კანაკარი საკმაოდ დიდი აქვს და მოცულობითი. ბერკეტები შიგნით შედის, რა თქმა უნდა, აეროდინამიკაში ეხმარება და არა მარტო დიზაინზეა გათვლა გაკეთებული, ძალიან ლამაზად გამოიყურება და სოლიდურად. ასე, უკანა მხარეს გვაქვს ასეთი ლამაზი ალუმინის გადმოსვლა, რომელიც ძალიან ძდება, კარგად ძდება დიზაინში და საკმაოდ უხდება და ლამაზია. ეს გადაბმული LED განათება Porsche-ს მაგონებს, რა თქმა უნდა და ძალიან ლამაზია და მომწონს. BYD-ს ლოგოს ანათებს. ეს აეროდინამიკური დეტალები, რა თქმა უნდა, ეხმარება იმაში, რომ ავტომობილი სტაბილური იყოს მაღალ სიჩქარეზე გზაზე. გვაქვს ეს ჩინური წარწერები, რომელსაც ალბათ ავაზრობდი და მოვაშორებდი და ეს 2.7 ნიშნავს იმას, რომ ამ მანქანას შეუძლია 0-დან 100-მდე აჩქარება 2.7 წამში. ამას გადამოვწყვეთ მოგვიანებით, რა თქმა უნდა, რუსთავის ავტოდრომზე. ეს მანქანა აღჭურვილი არის 83 კილოვატიანი ელემენტით და ერთი დამოხტით ტენება 600 კილომეტრზე, ესე გვიწერს ყოველ შემთხვევაში. თუმცა რეალურ ცხოვრებაში ვფიქრობ, რომ გაივლის 450 კილომეტრამდე. მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არის ერთადერთი ელექტროავტომობილი, რომლის დამოხტვაც ჩინეთში შეგიძლიათ დაახლოებით 5-დან 7 წუთამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დრო უტოლდება ბენზინის ჩასვრის დროს და თუ ეს დატენვის სისტემა დაინერგა მთელ მსოფლიოში, მერწმუნეთ, რომ გაცილებით მეტი ელექტრომანქანა გაიყიდება, რადგან დღესდღეობით მთავარი საფიქრალი, როდესაც ელექტრომანქანას ყიდულობთ და გყავთ, არის ის თუ როდის დავტენოთ, სად დავტენოთ და ასე შემდეგ და თუ ეს დრო შემცირდება 5 წუთამდე, ეს იქნება ნამდვილი გადატრიალება ფიქრობ ელექტროავტომობილებში. რაც შეეხება უკანა მხარეს, საკმაოდ კომფორტულად ვზივარ და ფართი არის საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ აი ხედავთ რომ ხელა ადგილი მაქვს სავარძელს შორის. ძალიან კარგი მასალა არის გამოყენებული და საკმაოდ რბილია, კომფორტულად იგრძნობა თავი ამ ავტომობილში უკანა მხარეს. შუშა თავის დაიწია, მაგრამ რატო აიწია არ ვიცი. სხვადასხვა ხო სენსორები ძალიან ბევრია მანქანას დავანტაჟებული და სამწუხაროდ მაგითო აიწია. გვაქვს ესეთი საყვარელი განათება, რომელიც სენსორით მუშაობს და გვაქვს ასევე უზარმაზარი ხელის დასადები ბარი, რომელზეც არის მონიტორი გამოტანილი. მონიტორიდან შეგვიძლია ვაკონტროლოთ კლიმატი, უკანა მხარეს ორზონიანი გვაქვს აქაც. ასევე შეგვიძლია ვაკონტროლოთ აუდიო სისტემა, მის აწევა და და 4-ვე სავარძელზე გვაქვს როგორც მასაჟორი, გაგრილება, ასევე გათბობაც. მოკლედ, სრულად დახუნძლული არის უკანა მხარე ეგრეთ წოდებული ფუნქციებით და ნავაროტკებით. აქ გვაქვს ესეთი სათავსო, რომელიც მოსახერხებელია Type-C და USB პორტით და რა თქმა უნდა გვაქვს ჭიქის ჩასადებები, რომელიც ესე გამოდის და ძალიან კომფორტულ ადგილზეა. მოკლედ, ამ მანქანით გზავრობა იქნება ჩემი აზრით ძალიან დიდი კომფორტი შორ გზაზე. მით უმეტეს რომ სავარძლის მოყვანილობა საკმაოდ კარგი და ნორმალურია. იმის გათვალისწინებით კიდევ რომ ელემენტი ქვევიდან რა აქვს ამ მანქანას მოთავსებული და ასე ვთქვათ, მუხლები საკმაოდ ნორმალურ
ნორმალურ ზომაზე არის. ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ისე ვარ ძალიან აკეცილი, მაგრამ შემახანებში ხშირია ხოლმე ეგ პრობლემა, ფეხებს ვერ ვატევ ხოლმე როგორც ასე, თუმცა ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგად ვგზნობ თავს და სიამოვნებით ვიმგზავრე. გადმოვინაცვლეთ უკვე წინ, სადაც რა თქმა უნდა, კიდევ უფრო კარგი სივრცეა ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ სავარძელი მოძრაობს როგორც წინ უკან, ასევე იმეორებს ჩემი სხეულის ფორმებს, სრულად შემიძლია მართო დაბერვა და ესე ვთქვათ, ფორმები მივცე სავარძელი ჩემთვის სასურველი. ხაჭეც მოძრაობს როგორც წინ, ზევით, ქვევით, ასევე უკან და ეგ ძალიან კარგი ფუნქციაა და ყოველთვის ვაფასებ ავტომობილებში მაგ ფუნქციას, რადგან საკმაოდ მაღალი მუხლები მაქვს და ყოველთვის მისვლის ხოლმე საჭე ხელს. საჭის მოყვანილობას და ფორმას რაც შეეხება, ძალიან წააგავს ეს დიზაინით BMW-ს საჭეს, არ მინდა ვთქვა რომ ზუსტად BMW-ა, თუმცა ძალიან წააგავს, აქ რომ BMW-ს ლოგო იყოს, ალბათ ვიტყოდი რომ BMW-ში ვზივარ. იმიტომ რომ მოყვანილობით ამ დიზაინით ყველაფრით BMW-ს ფორმებს იმეორებს. რაც სუდი საერთოდ არ არის და ძალიან კომფორტულია. შესაძლოა მოთავსებული არის ესეთი შიფტერები, რომელიც შიფტერი საერთოდ არ არის, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით. რაც შეეხება მის მონიტორს, ძალიან კარგად გამოიყურება. ნორმალური ზომის არის, არც ზედმეტად დიდია და არც ზედმეტად პატარა. ასევე მაჩვენებლების დაფაც, რომელიც ძალიან კარგად და სწორად არის ინფორმაცია გამოტანილი და აბსოლუტურად ყველაფერს გვაჩვენებს. განსაკუთრებით გვეხმარება მართვის დროს, როდესაც აღიქვამს ყველანაირ ავტომობილს და საგანს გზაზე თუ სად არის მოთავსებული. რაც ძალიან დიდი პლუსია ამ მანქანაში ვფიქრობ. რაც შეეხება ბარს, ალუმინის ფაქტორით არის შესრულებული და საკმაოდ სოლიდური სტაბილურობას ახდენს, იმიტომ რომ კარგად გამოიყურება. ასევე როგორც წინ ტორპედოზე მოთავსებულია ეს ალუმინის კანტები, ხოლო ეს თუ არ ვწდებით, უსწორად მახსოვს ბამბუკი არის გამოყენებული ამაში და ეგეც რა თქმა უნდა საინტერესო დიზაინს გვაძლევს. სალონის ფერს რაც შეეხება, დიდად აქტუალებული არ ვარ ამ ფერით, თუმცა BYD-მ შემოგთავაზა მეორე ფერის, თეთრი ფერის სალონი. სამწუხაროდ შავი ფერის სალონი სრულად არ გვაქვს ამ მანქანაში, თუმცა ამ ორი ფერიდან შეგვიძლია ავირჩიოთ. ჭერსაც შეეხება, შავი არის გამოყენებული, გვაქვს უზარმაზარი პანორამული სახურავი, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან კარგია და მივესალმები ხოლმე ყოველთვის, როდესაც ავტომობილში პანორამაა. აქედან მართავთ სენსორებით ყველაფერს აბსოლუტურად, მათ შორის განათებასაც შეგვიძლია დაუკლოთ, დაუძიოთ, ან საერთოდ გავთიშოთ. მაგრამ ამჯერად ვერ ვთიშავ, იმიტომ რომ კარგია ხანახს ღია. ხოლო რაც შეეხება წინ აი ამ დაფას, ამ ადგილზე გვაქვს ტელეფონის დამბერი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ყოველთვის მივესალმები ხოლმე ეს ადგილზე ტელეფონის მოთავსებას. ქვევითაც უზარმაზარი სათავსო გვაქვს და ასევე Type-C და USB პორტები. ხოლო რაც შეეხება აი ამ ადგილებს, ასე ვთქვათ, ცარიელ ადგილებს, რომელიც დატოვებულია თითქოს რაღაცისთვის, ეს არის არომატიზატორის მოსათავსებელი ადგილი, რომელიც BYD-ს მოყვება და აი აქ მაქვს, ესეთ ყუთში. შეგიძლიათ ამოიღოთ, სხვადასხვა არომატები არის და მოათავსოთ აქ. ესე და ძალიან უხდება და ავსებს დიზაინს. თუმცა დღეს ჩვენ ეს არ ვჭირდება, რადგან დაგვიმეგობრდა ერთ-ერთი კომპანია. ეს გახლავთ HAMO, რომელიც საკმაოდ სოლიდური და კარგად გამოიყურება, მით უმეტეს რომ გამოყენებული არის ნატურალური ხე, რომელსაც აქვს მოთავსებული სპეციალური მაგნიტები, მაგნიტების საშუალებით უკვე ეკრობა აი ამ ზედაპირს და შემდეგ უკვე შეგვიძლია მოათავსოთ სამზეურზე, აი ასე. არც ხედელობაში შეგუშლის ხელს და თქვენს ავტომობილში ყოველთვის განსაკუთრებული არომატი იქნება. ამჯერად ეს არის ატმის არომატი, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო სუნებს აკნებს ავტომობილში. არც ზედმეტად მძაფრი არის და არც ზედმეტად სუსტი. დღეს რო ჩავჯექი ავტომობილში, ღამით დატოვებული მქონდა საკმაოდ კარგი არომატი ნახავთ ავტომობილში და ძალიან მომწონს. პირველ რიგში ხაზს გავუსვამ იმას, რომ ნატურალური ხე არის გამოყენებული და ძალიან სოლიდურად და კარგად გამოიყურება. და თუ თქვენს გინდათ რომ ასეთი დახვეწილი არომატიზატორი გქონდეთ თქვენს ავტომობილში, შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებსაიტზე HAMO-ზე, სადაც ჩვენი პრომოკოდით შეიძენთ ამ პროდუქტს 20%-იანი ფასდაგლებით. ეხლა ნახოთ თუ როგორია სიარულში ეს ავტომობილი, რას გვთავაზობს კომფორტს, რეები აქვს, როგორ აქვს და ასე შემდეგ. პირველი რაც ყურადღება მიიქცია, რა შვებია, ესენი დაიბრუნე ჩემი ჯერ დაგვიწერეს რა. პირველი რაც ყურადღება მიიქცია, პირველ რიგში ჩემთვის ამ მანქანაში ჩაჯდომისთანავე იყო აი ეს სიჩქარის გადამხდელები, რომელიც აქ არის მოთავსებული. ყველა მანქანაზე ვიცით რომ სიჩქარის გადამხდელია, თუმცა ამ შემთხვევაში ეგრე არ არის, იმიტომ რომ სიჩქარები საერთოდ არ მოგვიყვარს, იმიტომ რომ ეს ავტომობილი ელექტროა და სრულად ლოგიკურია. რაც შეეხება აი ამ პედლებს, ეგენი არის კრუიზ კონტროლის გასააქტივებელი შიფტერები. ერთი ხელის ამორთმით აქტიურდება, რაც გულისხმობს იმას, რომ სრულად თავისით მართავს ავტომობილს. შეგვიძლია მივხვდეთ სიჩქარე. რა სიჩქარის იმოძრაოს, აი ახლა ავწევ სიჩქარეს 4-5-მდე მაგალითად. და აგვირდება მოძრაობას, აგვირდება ზოლებს. თქვენ ამასობაში შეგიძლიათ, რა ვიცი, აქ იმესიჯოთან ასე გაგიზარდეთ, არ არის პრობლემა ყოველდღე. თქვათ მაგას უიზამ, მაგრამ ამის საშუალებასაც გაძლევთ. თუ შენიშნავთ ავტომობილმა რომ რამე სარისკო არის გზაზე, მაგ შემთხვევაში გთხოვს რომ უბრალოდ საჭის ხელი მოგიდო, თუმცა მართვას თვითონ აგზელებს. თვითონ ჩერდება, დისტანციას თვითონ იცავს, თვითონ აჩქარდება, თვითონ გაჩერდება, არ აქვს პრობლემა. ასევე მოსახლეობის დაყვება, თუ მოვინდობებთ სხვა ზოლში გადასვლას, აი ხა გთხოვს რომ საჭის ხელი უბრალოდ მოგიდო, всё, ისევ ჩაახრო ძარცეა. ჩავრთავთ ყოფოვის მოშენებას, თავისით შეასრულებს ამ მანევრს უპრობლემოდ, უსაფრთხოდ გადავა, თუ დაინახა რომ რამე საფრთხე არის ჯგუფზე არ გადავა მაგ შემთხვევაში. ეხლა საჩქარება გააკეთა, იმიტომ რომ წინ თავის პოლიციური არის. მითითებული აქვს რომ 80-ით მოძრაობს ავტომობილმა და
ასე ვთქვათ, ავიდა 80 კმ/სთ-ამდე. თუ წინ საფრთხე არის, რა თქმა უნდა, სიჩქარე სამცირებს, აი როგორც ახლა ამ შემთხვევაში წინ მიმავალ მოძრაობას აუცილებლად ითვალისწინებს და მაგის რითმით მოძრაობს. რაც შეეხება თვითონ სისტემას, ამ მანქანაში გამოყენებული არის ეგრეთ წოდებული GOTS AI, ანუ ესე ეძახიან ამ სისტემას, ღმერთის თვალი. იმიტომ რომ ყველაფერს აკონტროლებს, ყველაფერს ხედავს, გვერდზე ზოლებში, იმის გვერდით ზოლის, ასევე გვერდით ტროტუარებზე და ასე შემდეგ, სრულად აკონტროლებს მოძრაობას. 12 კამერა არის სხვადასხვა განთავსებული მანქანის ირგვლივ და კიდევ დაახლოებით 20-მდე სენსორი აქვს, რაც ამ ყველაფერს აკითხავს. გავარდოთ კრუიზი, ახლა გავაგრძელოთ ჩვეულებრივი სიარული და მინდა მოგიყვეთ ასევე ჩვენი სისტემის შესახებ, რომელიც ძალიან კარგია. პირველ რიგში, იმიტომ რომ არის გახსნილი Android სისტემა, თავისუფლად შეგიძლიათ რა აპლიკაციებითაც სარგებლობს თქვენს Android ტელეფონებში ის გამოწეროს უბრალოდ აქ და გქონდეთ, მაგალითად აი Chrome ვარ დაწერილი, Chrome-ს გახსნით, რა ვიცი, მაგალითად YouTube-ზე შევიდეთ, ეხლა ინტერნეტი არ მაქვს დაკავშირებული, თუმცა hotspot-ით ჩემი ტელეფონით გავაზიარებ, შეგიძლიათ აქაც მოათავსოთ, რა თქმა უნდა, SIM კარტა და იმაზე ჩართოთ ინტერნეტი, ასევე ტელეფონის გამოიყენოთ მანქანის, ეგეც პრობლემას არ წარმოადგენს აბსოლუტურს. რა თქმა უნდა, ესეც არ არის სასურველი რომ გააკეთოთ მოძრაობის დროს, თუმცა შეგიძლიათ ვიდეოს უყუროთ სიარულის დროს. ყოველ შემთხვევაში მგზავრები მაინც დარგვებიან ამით. რაც შეეხება სისტემას, თვითონ ძალიან სწრაფად მუშაობს და ძალიან მომწონს, ძალიან სხარტი არის, ასე ვთქვათ, არაფერი არ ბაგავს, არაფერი არ ჭედავს, ძალიან მარტივად გადადის ყველანაირ აპლიკაციებში შედიხართ, გამოდიხართ. რაც შეეხება თვითონ ავტომობილს და რა ფუნქციებია გამოყენებული და რა ეგრეთ წოდებული ნავაროტკები, ოფციები, თითქმის ყველაფერი აქვს ამ ავტომობილს, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო რომ მქონდეს ავტომობილში. სავარძლების გათხოვა, გაგრილება, დაბერვა, ასე ვთქვათ, თქვენს ზომაზე მორგება, როგორც საზურგის, ასე ვთქვათ, ასევე ქვედამხარის. მოკლედ ყველანაირი კომფორტია იმისთვის შექმნილი, რომ კომფორტულად იმგზავროთ. რეჟიმისთვის აქ შესვლა არ არის სხვადასხვა აუცილებელი. შეგვიძლია აქედანაც გადავხოთ რეჟიმები. Snow, ანუ თოვლის რეჟიმი აქვს, აქვს ეკო რეჟიმი, აქვს ასევე ნორმალი, ანუ ნორმალით სტანდარტულად მოძრაობს ავტომობილი და გვაქვს რა თქმა უნდა სპორტი. სპორტში უნდა აღვნიშნო ის, რომ უფრო გზნობიარე ხდება აქსელერატორიც, გაზის პედალიც და მათ შორის დაკიდებაც. დაკიდება ამ შემთხვევაში ელექტროამორტიზატორები აქვს ავტომობილს, არ არის სრულად პადუშკებზე, ეგრეთ წოდებული პადუშკებზე, ელექტროამორტიზატორები აქვს და სპორტულ რეჟიმში შედარებით უფრო ახისტებს და უფრო მყარი ხდება ავტომობილის დგომი გზაზე, რაც ძალიან კარგია. სავალი ნაწილი დავათვალეთ ამ მანქანის ქვემოდან. ყოველთვის მაინტერესებდა ელექტრომანქანა ქვევიდან როგორი იყო და განსაკუთრებით ეს BYD მაინტერესებს, იმიტომ რომ საკმაოდ კაი სამართავია და მოკლედ ავწიეთ მანქანა ჰაერში. პირველ რიგში რაც ფარში ხდება არის სრულად დახურული სივრცე, რაც ძალიან კარგია აეროდინამიკისთვის და მანქანის აჩქარებაზე ნამდვილად მოქმედებს, იმიტომ რომ არაფრის ხმა არ შემოდის ქვემოდან და აი ხედავთ როგორ დახურულია მთლიანი აქ არის ელემენტები განთავსებული, რა თქმა უნდა. რაც შეეხება სავალ ნაწილებს, წინ გამოყენებულია ორმაგი გიტარების სისტემა, ქვედა სამკუთხედი გიტარა, როგორც BMW-ზე მაგალითად 36-ზე, ზუსტად იგივე ფორმის არის. აქ არის მოთავსებული რაზვანი, საკმაოდ ძლიერი, თან ანუ მოცულობით საკმაოდ დიდია და ჭირდება მანქანას, იმიტომ რომ საკმაოდ ძიმეა. ზევით გვაქვს მეორე გიტარა გამოყენებული ზედამხარეს და ესეთი წეროები, რომელზეც მოთავსებული არის ამორტიზატორი. Honda-ს მაგონეთ რატომ გაც? Honda-ს მსგავსი არის ზუსტად აი ეს ადგილი და ამორტიზატორის ამაში. წეროები რა თქმა უნდა ალუმინის არის, სამოხსნო სისტემა უზარმაზარი, რა თქმა უნდა, აი ხედავთ და თვითონ დეტალები აქაც ბიჭებიც ამბობდნენ ახლა რეზინები, შარავი და ასე შემდეგ, საკმაოდ ხარისხიანი უნდა იყოს, თითქოს უნდა გაძლოს, იმიტომ რომ ზომითაც დიდია და ხარისხითაც კარგად გამოიყურება რა, ეს თუნდაც ნაგანეშნიკის ზომა, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და დიდია. აშკარად გასულია იმაზე, რომ დიდხანს იმუშაოს უპრობლემოდ. დაკიდებას რაც შეეხება ამორტიზატორები, რომელიც ელექტრონულად რეგულირდება, შეგიძლიათ დაახისტოთ ან დარბილდეს. ზამბარები ჩვეულებრივია გამოყენებული ამ შემთხვევაში, არ გვაქვს ეგრეთ წოდებული ბალიშები. ჩემი აზრით კარგია და მართვადობაზეც აისახება შესაბამისად. ბალიშები რა თქმა უნდა გაცილებით კომფორტულია ხოლმე ხშირ შემთხვევაში. თუმცა მე მაინც ზამბარებს ვანიჭებ უპირატესობას. აქაც ყველაფერი იდეალურად არის, რა თქმა უნდა ახალია მანქანა. მოდი უკანას ვნახოთ რა ხდება. ყველაფერს ზამბარა და მოთავსებულია ცალკე ქვედა გიტარაზე. აქაც ელექტროამორტიზატორი გვაქვს, რომელიც ზევიდან რეგულირდება სალონიდან. გეომეტრია სავალი ნაწილის ძალიან სწორად და კარგად არის გათვლილი. აქაც დამატებითი გიტარა გვაქვს, აქაც ქვევით მეორე გიტარა, ეს ზამბარის ამჭარი გიტარა არის. ზევიდანაც ეგრეთ წოდებული ბუმერანგი გიტარები, რასაც ეძახიან, ორივე არის მოთავსებული, ერთი ცენტრალური და მეორე უკან. ძალიან საინტერესო არის განანაზრებული, აი ხედავ ახლა სუხოისაც ვეცდები თქვენ ხეშმენოთ. ძალიან სკელი არის თვითონ სუხოი ამორტიზატორი, თვითონ რკინა, იმიტომ რომ მაქსიმალურად დაიჭიროს მანქანა მოსახვევში ეგრეთ წოდებული ქანაობისგან და გადახრისგან. რაც ძალიან მაგარია. წინაც ნახოთ, მოდი სუხოი, წეგან ვერ შევნიშნე. სტержინი აქ გვაქვს და აი შიგნით შედის სუხოი. ძრავებს რაც შეეხება, ერთი ძრავი წინ გვაქვს მოთავსებული, მეორე ძრავი უკან. შუაში ელემენტებია, ძალიან კარგად და საიმედოდ გამოიყურება ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდხანს გაძლებს ეს სავალი ნაწილები.
ასე გამოიყურება ქვევიდან ჩვენი BYD. ყველა დეტალური გათვლილია აეროდინამიკაზე, აი ხედავთ ახლა აქაც ესეთი ფრთა გაკეთებული, რომ საბურავზე თანაბრად გადაიდანოს ქარი, რაც ძალიან კარგია. და მთლიანობაში დახურულია ქვედა მხარე. რაც კიდევ ერთხელ გამემეორებ, რომ ძალიან მაგარია. ტრეკისთვის რო იყოს ეს მანქანა, აი ცოტა დიფუზორებს დავამატებდი, ესე რომ სტაბილური გამხარი იყო მეტად ისას. თუმცა მთლიანობაში აქ დამეთანხმდნენ, ვინც არის ან სავალ ნაწილებზე ვინც მუშაობს, ეგ ხალხი რომ ძალიან კარგად არის აწყობილი სავალი ნაწილები. რეკომენდაცია ჩემთან. სუპერ. აწვენილია ამორტიზატორი, ანუ სხვა მანქანების შემთხვევაში თუ ეს ამორტიზატორი პირდაპირ დამაგრებული ძარაზე, აქ ცოტა შედარებით დახრილია, თითქოს სპორტული მანქანა იყოს. რა თქმა უნდა, უზარმაზარი სამუხრჯე დისკები და თავის ფანის წარწერით. 4 პორშენიანი არის, როგორც ვიცი, საკმაოდ კარგად გამოიყურება. ასევე გვაქვს აქ ელექტრონული პარკირება. ძალიან კარგად ხედავს ადგილებს და თუ თქვენ ზარმაცი მძღოლი ხართ და მანქანას მიანდოთ პარკირება, შეგიძლიათ ძალიან თავისუფლად მიუთითებთ საპარკინგო ადგილს, აერჩევთ რუკაზე, თვითონ გამოგიტანთ რუკაზე თუ რომელ ადგილზე შეუძლია მანქანას ჩაავაგინოთ თავისით და დამიჯერეთ რომ ეზოში გავტესტეთ ეგან და დამიჯერეთ რომ სულ მცირე ადგილიც რო იყოს და ესე ვთქვათ წვალება მოგიწევთ მანქანას თავისუფლად შეგიძლიათ მიენდოთ, იმიტომ რომ ერთი ყილაკზე ხელის დაჭერით თავისუფლად ჩააღენებს თავისით და არაფერზე არ ინერვიულებს პრობლემას. ეგ ძალიან მაგარი ფუნქცია არის. წავიდეთ ახლა ავტოდრომზე და ეს მანქანა დავაკენოთ დრაგზე, გავზომოთ მისი მონაცემები და რასაც შევქმნით მწარმოებელი თუ მართლა შეასრულებს იმ ყველაფერს. გვეყოლება ასევე სტუმარი Porsche 911 წლის, რომელიც არის 4/4-ზე არის გაკეთებული. ქარხნულად აქვს 453 ცხენისძალა, თუმცა იმ ავტომობილს აქვს 620 ცხენისძალა დაახლოებით, რაც იმას ნიშნავს, რომ Turbo S-ის მონაცემებს უტოლდება და ქარხნულად Turbo S-ი Porsche ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სპორტკარია დამეთანხმებით, ჩემი თქმა შეიძლება ალბათ რომ ნახეთ რევიუები, ძალიან ჩქარია ეგ მანქანა. საინტერესო იქნება მანქანასთან გატესტვა Porsche-ში, რადგან დაახლოებით შეიძლება უფრო მეტითაც კი 1 ტონა არის სხვაობა წონა. ანუ 1 ტონა რამდენია იცით? აი რავი როგორ გითხრათ. Porsche-მ რომ რაღაცა Civic-ი ჩაიბას მაგალითად. ძველი თაობის Civic-ი ჩაიბას და მაგას ერთად იგაზავს. აი 1 ტონა არის სხვაობა, სიმძლავრეში რა თქმა უნდა სხვაობა, თუმცა მე მაინტერესებს, რამდენად კონკურენტ უნარიანი იქნება Porsche BYD-სთან მიმართებით. არ ვადარებ ამ ორ მანქანას, აქვედანვე მინდა ხაზი გაუსვა, ფული რომ მქონდეს, ან არჩევანის წინაშე დავდგე, რა თქმა უნდა, ცალსახად Porsche-ს ავიღებ, ცალსახად, არც დავფიქრდები საერთოდ, ეგრევე Porsche-ს ავიღებ. იმიტომ რომ ის ავტომობილი საერთოდ სხვა რამისთვის არის შექმნილი, ეს ავტომობილი საერთოდ სხვა რამისთვის არის შექმნილი. შესაბამისად, შედარება უაზრობა იქნება, უბრალოდ დრაგზე მინდა გაჩვენოთ თუ რამდენად ჩქარია ეს ავტომობილი. წავედით. შემოვიდით ავტოდრომზე, ამჯერად უკვე Porsche-სთან ერთად და ძალიან მაინტერესებს თუ რა დროში ივლის. არ არის ქარხნულ მდგომარეობაში, ეს არის 911 Carrera S-ი, რომელიც არის 4/4-ზე. ქარხნულად აქვს 453 ცხენისძალა, თუმცა მის პეპატრონეს ეს მანქანა გაძლიერებული ყავს და არის დაახლოებით 620 ცხენისძალაზე. ეს უტოლდება Turbo S-ის მონაცემებს და ამ ძარით Turbo S-ი ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი მანქანაა ზოგადად სპორტულ მანქანებში. საინტერესო იქნება ჩვენი BYD როგორ მოიქცევა ამხელა სიმძლავრესთან და მოდი ახლა გავაქტიურებ ისევ ჩვენს racing modes. დავეთანხმოთ რომ მზად ვართ ამ ყველაფრისთვის. თან მაქვს რა თქმა უნდა დრაგი ისევ მაინტერესებს ამჯერად დროში გავივლით. drag race დავაჭიროთ, მანქანა ახლა მოამზადებს ყველაფერს გაჩეკავს და ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება რომ დავისტარტოთ და გავფრინდეთ და ნახოთ Porsche-ს გაუწევთ თუ არა კონკურენციას. წავედით, Porsche გაგვიხდა, მაგრამ ვერ გადის და გავდივართ. Porsche-სთან გავდივართ. ეს რა ხდება? საოცრება, რა. მოდი ვნახოთ დრაგის მონაცემები, რას ვიწერს. 0-100 არც თუ ისე კარგი მქონდა, ქარხნულად გვეუბნებია რომ 2.7-ში შეგხარდება, თუმცა 2.7-ში არ აჩქარებულა, ეხა მეტი დაშირდა 3.1 წამი, რაც საკმაოდ ცუდი დროა. ალბათ იმის გათვალისწინებით, რომ პირველი სტარტი იყო და საბურავი ცუდია და საფარიც საკმაოდ ისეთია, რომ ბუქსაობს, მანქანა ეხა ვცნობ რომ ბუქსაობდა. 1.4 მილი მქონდა 10.28-ში. 10.2 402 მეტრზე. ავტომობილი, რომელიც ქამრის ფასი ღირს. ამ Porsche-ს არანაირი შანსი არ აქვს, შემთან მგონი იმხელა მანძილით გავასწარე. 2, 3, წავიდა. უხუჭებით საკმაოდ კარგი აქვს. 1.4 მილი 10.30 იყო ზუსტად ამჯერად და მანამდე იყო 10.28. 0-დან 100 მონაცემი გავამჯობესეთ ოდნავ 3.05 იყო ამჯერად. შედარებით უფრო გავამჯობესეთ. 100-200 იყო
5.18 წამი. ერთი განსაკვირი მომენტი ის არის კიდევ მანქანაში, რომ დრაგზე როცა ვჩქარდებით, მაგ დროს არ გვიწერს რა სიჩქარით მივდივართ. რაც ცოტა რიგოს არ მომეწონა, იმიტომ რომ მაინტერესებს სიჩქარე ამაკ ფინიშზე, თუმცა დრაგის მონაცემებში გადამოვწვევ და 200-ზე მეტი უნდა იყოს აუცილებლად, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი მუხრუჯი მჭირდება, რომ ჩავედიო მოსაქვეში და გავჩერდე. ისევ 10-30. ისევ 10, ანუ სტაბილურად დადის ერთ-იგივე დროში. რენჯს რაც შეეხება, ჩამოვიდა 88%. აუ, დიდად არაფერი შეცვლილა. არ ვილოდი ნამდვილად ამ შედეგს. მოვედით Emotion-ში, აღმაშენებლის ხეივანი ნომერ 190-ში, ვინც გვათხოვა ეს ავტომობილი, დიდი მადლობა მათ რა თქმა უნდა მანქანის დათმობისთვის. სრულად დავაჯინე ბოლომდე, ეხლა 2%-ი არის და ისე მოვიყვანე. თუმცა ვფიქრობ, შევაჯამოთ ჩვენი ვიდეო, ამ ფასში ეს მანქანა ერთ-ერთი საუკეთესოა. $53,000 არის ამ მანქანის ფასი Emotion-ში. თუმცა, ჩემი სახელით თუ მოხვალთ აქ, კიდევ დაგიკლებენ ფასს, საკმაოდ კარგად სხვათა შორის. გონი რომ ფაქტიურად ახალი Camry-ის, Toyota Camry-ის ფასია, ამ ფასში ბევრად აღემატება Camry-ის ეს მანქანა. ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში 100-ია. ის ტრაპეზზე აღარაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ნახეთ თუ რა უკნა Porsche-ს და როგორ გაანადგურა ავტოდრომზე. დაგემშვიდობებით ამ ვიდეოთი, შეიძლება მომავალში Emotion-ის სხვა მანქანაც შემოგთავაზოთ, ვნახოთ, ბევრი საინტერესო მოდელები ყავთ. სხვათა შორის შეგიძლიათ თქვენ თუნდაც მოხვიდეთ და ტესტ-დრაივზე ჩაეწეროთ, გაიაროთ თქვენთვის სასურველი მოდელით. აქ დგას კიდე Leopard 3, რომელსაც მოგვიანებით ანა შემოგთავაზებ თავის არხზე. სანამ დაგეშვიდობებით, აუცილებლად არხი გამოიწერეთ, რადგან როგორც იცით 20.000-ზე როგორც კი ავალთ. ავარჩევთ 3 გამომწერთ, ვისაც ვასწავლით დრიფტს და 30.000-ზე ეს 60 რომელიმე თქვენ გალის გახდება, ასე რომ მაგარი შანსი გაქვთ და გამოიწერეთ, გთხოვთ, CarDrag-ის არხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, დროებით.